მოგესალმებით ისევ სამზარეულოდან. მაგრამ ეხლა ისეც არაფერს არ ვაკეთებ, რომ სამზარეულოდან გადავიღო ვიდეო. ამის კეთების ვიდეო გადავიღო. კვერცხი უნდა მოვხარშო და სოსისი უნდა მოვხარშო. დილისთვის და მერე მაქვს მინდა ვნახოთ, ანუ რა მერე რას გავაკეთებ, მერე ვნახოთ და ეხლა რა უნდა გაჩვენოთ. რომ ნახოთ სულ ხმაური რატომ არის ჩემთან. აი რა ბოძები დაასწრეს, ნახეთ. ეს ბოძები იყო აქ ჩემამდე გამოსულები. აი ამ ბოძებს გეუბნები. ბოძია თუ სტოიკა თუ რა ქვია, რა ვიცი რაღაც კინე. აი ბადეები უნდა დაუშვან და აქამდე ამას ნახეთ, იქით ჩანს შენებლობას. კინები ხო და ურო ეხლა კარი ამასაც ვაკეთებენ, ამას ამზადებენ, იქ ბადეები უნდა გააკეთონ რამ ჭირს. ხო და აქ ხმაური არასდროს არ გამოილევა მეგობრებო. ეხლა რომელია საათი უკვე 12 ხდება სადაცა და ვერ ჩავთე მე კამერა, ვერ მოვედი აქ თქვენამდე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხმაური იყო. ეხლა ის გააჩერეს სვარკა და რაღაც რომ ჭრიან სვერლო და იგე. ეხლა ბადეების გაკეთებაში არ არის იმდენი ხმაური და რა ვიცი, ნაწილი მოვასწრა, ეხლა ჩაწერა და ნაწილი მერე იქით გადავინაცვლე. გაკეთდეს უნდა, აბა რა მესმის მუშაობენ და უნდა გაკეთდეს, მაგრამ დილას 9 საათზე ისეთი ხმაური იწყება, რომ გიგა მოვიდა წუხე ძალიან გვიან ძინავს, მაგრამ რა ვიცი, ახლა ძინავს დავიჯერო. წინა დღეს კიდე ისეთი ხმაური იყო, იქ რაღაც სტოიკები რომ აქვთ დასმული, მე სულად ვამბობ, ბოძები დასმული რომ აქვთ და რა ვიცი, ახლა რა მეთოდით კეთდება იქ, მე მაგდენი არ ვიცი. იგენის გამოყრა ქონდათ და რაღაცას ურტყამდნენ და ის ძეში ცვილოდა დილას 9 საათიდან და იყო საშინელი ხმაური. მაშინ რა ვიცი, მყარი უნდა იყო ადამიანი, რომ არ გესმოდეს. ხო, უნდა გაკეთდეს, სხვანაირად ვერ იქნება. გასაგებია ესეც, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმიტომ რომ აი თითქმის ასეთია ყოველი დღე და ასეთი ხმაურია ჩემთან და მაგიტომ ვამბობ, რომ ზოგ მომენტში ვარიდებ თავს, წყვეტ ვიდეოს, დღეს ახლა გვიან მოვედი რუსმენი რომ გაჩერდეს, რაღაც ჩავწერო, მე იქით ჩავწერო და ასე რაღაცას ვახერხებ და ყველა წუთშიც გარეთ ვერ გავედი, რომ სახლში ვარ ძირითადად და ავსვამ დილიანად კი არა, წყალს ვამ თბილს, ყოველ დღე უზმოზე და მერეც შიგაში. ხო, უზმოზე ერთ ჭიქა თბილ წყალს ყოველ დღე, ან ღამე თუ ავდგები და გამეღვიძება, ვსვამ აუცილებლად. ეს მასწავლეს და რა ვიცი, მართლა ამანაც დიდი შედეგი გამოიღო და მართლა კაია. სისხლის მიმოქცევისთვის არის ძალიან კარგი. ხო და ასე რომ ეხლა რასაც მოვასწრებ ჩაწერას და მერე ნახოთ, რომ გაჩერდებიან, მერე კიდე სხვა გზა არ არის. ხო, გუშინ საღამოს ისეთი ფორმით მოვედი, მეგობრებო, რატო? იმიტომ რომ ვიდეო ნაწილ ჩავწერე გუშინაც და ბოლოს რაც ჩავწერე ბოლო ეტაპი, სანამ იმ ფორმით მოვიდოდ, იქ რაღაც ხარვეზი იყო, წავშალე ის
იმიტომ რომ ჩემი ხმა ცალკე მიდიოდა და ჩემი რა ქვია, ვიდეო ცალკე. მაგრამ ის ხომ დამჩაწაშლილი, კი ეხლა ფაილებიდან ამოვიღებდი იმას, მაგრამ ვიფიქრე ახალად ჩავწერ და იყოს რა ვუყოთ ეხლა ვარ ხალათით და პირსახოცით. აი ნახეთ რამდენი დრო მჭირდება რომ სიტყვა გავიხსენო პირსახოცი. ეს მჭირს მეგობრებო და არ მიაქციოთ ყურადღება ამას. მე ამას უკვე ისე მივეჩვი რომ ღიმილით ვუყურებ და არ ვუყურებ ისე ამას რომ ვაიმე ეს რა მჭირს. ადრე კი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ. მესმის თქვენთვის ძალიან ისეთია ცუდია თქვენ როცა მისმენთ და მიყურებთ, მაგრამ სხვა გზა არ არის, ეს დამრჩანო. ხო და მე ახალად რომ ჩავწერე ვიდეო, ერთი წუთით ბოდიშიც ვიღაცა მივეკავს და აუცილებელი საქმე იყო, თორემ არ გავწყვეტი. და მე რომ ჩავწერე, თქვი იყოს რა ვუყოთ პირსახოცით ვარ თუ როგორც ვარ იყოს. მე მოვედი მასე, მაგრამ იგივე გაგრძელდა, მაინც არ ვიცი რა იყო და რატომ ვიდეო ცალკე და ჩემი საუბარი ცალკე იყო და ჩემი ხმა ცალკე იყო. არ ვიცი დღეს ვნახოთ ეხლა როგორ ჩაწერს. დასაწყის იქამდე კარგად იყო ყველაფერი და ის ბოლო ჩანაწერი. ეხლა დღეს გავასუფთავე ტელეფონი, შეიძლება რამე მაგის გამო იყო, იმიტომ რომ ბევრი ფაილებიდან იყო წასაშლელი, ბევრი თვითონ იმ კატგოდიდან იყო წასაშლელი. ნუ გავასუფთავე მეხსიერებები და შიდა საცავებიც და ალბათ დღეს არ იქნება. დღეს საუთხოვებელი მაქვს. გუში ვეღარ გავაკეთე. იქიდან ხომ ჩამოვედი ფეხით ხოფიდან. მერე ის ფარდა გავაკეთეთ ძლივს. რა ვუყოთ მეგობრებო, ფარდა ისეთი გამოვიდა თუ ასეთი გამოვიდა, კი იმას იზამს წელს, შეაჩერებს კოღოს და მერე რამე იქნება. უბრალოდ არ არის რა ისეთი კოხდა და გაკეთებული არ არის და მე მაგაზე წიკები მაქვს. თუ მე პირსახოცი რომ ოდნავ ასე აწეული იყოს, ეს უნდა გავასწორო. და ეხლა ის ნერვებს მიშლის რომ ვუყურებ, მაგრამ რამენაირად უნდა გავქარჩო ეს ერთი თვე თუ ორი თვე და მე რომ მოხსნი სულ გადავაგდებ. და მე გავაკეთებ შეიძლება სხვა რამეს, მაგრამ იმ კუთხის გამო ვერ ვაკეთებ და არ ვიცი მე მოხელეს მოვიყვანდა ნახა. ნუ წელს ეს აღარ მოხერხდება. წელს დატვირთული წელი გვაქვს, სხვა რაღაცეები გვაქვს, რაღაცეები ფულთან დაკავშირებით და წელს ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მე შემოდგომისკენ იქნება სხვა რამე გავაკეთო და მაგისტრის ვეღარ მოვიცლით ნამდვილად და რაღაცა ამ ფარდით გავიქნებით. რაც არის ეს არის. კვერცხი ჩავყარე და რომ წამოდუხდება წყალს გადავწურო და ხელმეორედ სიწყალს დავასხა. ამინდი გვაქვს დღეს ძალიან მაგარი სიცხე 30-31 გრადუსი იქნებაო თქვენს და იქნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჯერდი რა მაშინ სიროფი მაგრამ ჯერდი რა და მაგრად ცხელა. სავარაუდოდ იქნება 31 გრადუსი. იქ გუშინ რომ ვიყავი ჭურჭლის მაღაზიაში
იქ რაღაცები ხომ გაჩვენეთ, ყველაფერი ვერ გაჩვენეთ, იმიტომ რომ ზოგიერთ ადგილას ესეთი ხმაური იყო. თან რომ მინდოდა საუბარი ფასებთან და იმასთან დაკავშირებით, მაგრამ ისე მაინც არ გამოვიდა. ძალიან ბევრი რაღაცა იყო კარგი, საინტერესო და წვრილმანებში ქექვა მიყვარს მე. და ყიდვაც მიყვარს ხოთაშორის. იყო კაი რაღაცეები, მაგრამ თავი შევიკავე რომ უაზროდ ფულის ხარჯვა თორემ იქ შეიძლება გამევსო ერთი პარკი წვრილმანებით და შეიძლება ის დამჭირდეს თქვათ წელიწადში ერთხელ. მაგრამ რატომღაც მიზიდავს ეს წვრილმანი და საინტერესო რაღაცები, პატარა ნივთები და გამოსადეგარი ნივთები. რატომ არ ვიცი. მაგრამ არა, ვიცი ზომიერად ფულის დახარჯვა მეგობრებო, არ ვიცი ის ფლანგველი არ ვარ. მიყვარს კიდევ ის რომ თქვათ მიახლოებით თვეში რა დავზოგო რა რისთვის გადავდო რა რისთვის დავხარჯო ესე ჰოპ და ფული დავხარჯო იმისთვის რაც მაგალითად აუცილებელი არ არის ასეთი არ ვარ ზომიერად მიყვარს მით უმეტეს იცით თხის რქებს ახასიათებსო აი მაინც ზოდიაქოსთან ხომ მაინც ვაკავშირებ თხის რქებს უყვართ ფულთან ფული უყვართ ამბობენ ფული ახლა ვის არ უყვარს ეს ვინმე არ დამაჯეროს რომ ფული არ მიყვარს კი არ მიყვარს აუცილებელი საჭიროა იმისთვის რომ სხვა რაღაცა რომ გიყვარს ის იყიდო თორემ ფული არ მიყვარს რა თქმა ფული საჭირო ნივთი რომ არ იყოს მაგრამ უფულოდ აბა გააკეთე დღეს რამე საერთოდ ვერაფერს ვეღარ გააკეთებ დღეს ისეთი ცხოვრება ვერც ვერასდროს ვერ გააკეთებდი მაგრამ ეხლა ქალაქში მით უმეტეს შენი საკუთარი მიწაწყალი თუ არ გაქვს უფულოდ რა გინდა რომ სახში მოიტანო და გააკეთო და ამიტომ მიყვარს არა ჭირდება ჯერ ყავა არ დამილევია იმიტომ რომ ჩაი დავლიე და ველოდები 12-ის მერე დავლევ ყავას ჩაი თუ დავლიე და თქვათ მომიწია ერთად ყავის დალევა მით უმეტეს მე უშაქრო ყავა ასვა მე ვგრძნობ რაღაცით მაბჟუებს თავში და ამიტომ თავს ვიკავებ და ვაკეთებ დიდ შუალედს რომ ან ჩაი ან ყავა ან დიდი შუალედი რომ ორივე ერთად დავლიო დღეს ჩაი რატომ დავლიე რა ვიცი რაღაც ძალიან მომინდა და დავლიე იშვიათად ჩაის ვსვა ზამთარში კიდე ხომ არა ზაფხულში ჩაის რა ვიცი ზოგჯერ თუ არ მაგრძე აირანი ან რაღაც იმ შემთხვევაში ვსვამ ჩაის თუ მაქვს არ მინდა აი მეგობრებო უკეთესად რომ გაჩვენოთ პირდაპირ ჩემს აივანზეა მოგჯენილი ეს არის ჩემი აგერ არის ეს მაღლაზე რომავლიან მე კიდე აწევენ ალბათ ზევით რა ვიცი ალბათ სანამ სიგრილი არ დავალთავე მეგობრებო თან ვუყურებ აზებული მაქვს რომ გითხარით ვუყურებ მეთქი კარგი ფილმია მაშინ წყალი გამომდევია ჩავასხამე ისეთ კით გამიტანო კასატანია და ეს დაუთავებულებიც დასალაგებელია თავის ადგილას ბევრი არ არის ცოტა ხო მეგობრებო რა უნდა გაჩვენოთ ეს არის ჭურჭლის მანქანის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კუბიკები ვიყიდე ეს მეთქი მაშინ რომ მოვიტანე გაჩვენეთ თქვენ ცოტას ჩამოვჯდები
ხო და ძალიან ცუდი დარჩა ძალიან თებშებს რეცხავს ახლა თებშებს არ ეტყობა არაფერი მაგრამ ქვევები ვერ გარეცხა და ჭიქებიც რომ გარეცხა სულ დალაქებულია ანუ გასაპრიალებელი არ ახლავს მხოლოდ ფხვნილია შიგნით ეტყობა და ცალკე იყიდებაო სითხეო ამისიო და მომიწევს სითხის ყიდვა და თქვენ იმიტომ გეუბნებით რომ არ შეცდეთ და არ იყიდოთ ვისაც გაქვთ იმიტომ რომ საერთოდ არ მომეწონა არღილი და ძვირი თან 50 ტაბლეტია რა ვიცი 1-30 მიქნება დარჩენილი ალბათ არ შეცდეთ და არ იყიდოთ საერთოდ არ მომეწონა ან თუ დაამატებთ სითხეს შეიძლება უკეთესი იყოს იმიტომ გითხარით გიგა გავუშვი დავავთავე ეხლა მაგ დასაპილასოსებელი დასაწმენდი ეს ისეთი საქმეები მომიმთავრე ჯერაც შემიშლის ხელს ამ სიცხეში სანამ დილა მოვასწარი დილა აღარა უკვე ხალხო ორი დაიწყო სადარბაზოც მაქვს მოსაწესრიგებელი როგორი სახე მაქვს ხო ყავაც დაულია სხვათა შორის მაგრამ მაინც ესე ვარ მოთიშვრია ერთი დღეა ძალიან კარგად ვარ მეორე დღეა მეძინება არ ვიცი მართლა რა მჭირს ეს სიცხეც მოქმედებს და ყველაფერი მოქმედებს ხო და ახლა ავდგე ესენი ყველაფერი გავაკეთო რომ თუ ცოტა მინდი ისეთი იქნა რომ ძალიან სიცხე არ არის გავალ ცოტა ხანს კიდევ გარეთ დღესაც თუ არა და ნახოთ აბა როგორ წავა დღის გეგმა და საქმე დღის გეგმები დღეს არაფერი არ მაქვს რომ ეს თქვა რომ დაგეგმილი მაქვს რამე და ამას გავაკეთებ არ მაქვს ნამდვილად ერთადერთი ქვედაბოლოს იგი მინდა რა ქვია ზმეიკა ჩაუსვა სახლში გავაკეთებ მაგასაც ჩემით ხო ის საკერავი მანქანა ტყილა მიდევს ოთახში და იგიც ან მოსაშორებელი მაქვს საერთოდ და ან კიდე მოხილე უნდა რომ გავაკეთო და ასეთ რა წვიმა რაღაცებს გავაკეთებ მაინც ჩემით ძალიან ცხელა მეგობრებო აი ძალიან სულ ღია მაქვს ახლა კარები ვარ და ნიავი არ საიდან არქს მაგრამ ღია მაქვს და ეს ხმაური თქვენ შეგაწუხებს ახლა პერერების დრო მოვა და ჩაწყნარდებიან ცოტას გავთიშავ ახლა და შეუდგები ჩემს საქმეს მაგრამ ცხელა ახლა სული მეხუთება ისე ვარ ეს თმებიც ავიწიო ამ სიცხეში ით რაღა მაქვს მეც ეს თმები არ ვიცი კი აქ ცოტა ქრის ქარი ოია კაია სარეცხი დასაკეციც მაქვს დასაფენიც მაქვს კიდევ რეცხავ აქ სულ თეთრია ყველაფერი აი ნახეთ მინდა გავაკეთეთ იქ და დავალაგეთ აი ხედავთ ყოველ დილას ასე მაქვს იმის გამო რომ შენებლობები რომ მიდის ყველაფერი არის მტვერი მაგრამ რა ვქნა საღამოს დაალაგებ დილას თეთრია დილას ახლა თუ არ შემოუქროლე ვინმე რომ მოგივიდეს კარს ვერ გააღებ და სირცხვილს ჭამ ავდგე მეგობრებო ეხლა და გავაგრძელო ჩემი საქმე თორემ მართლა რომ ვინმე მოვიდეს სირცხვილია ჯერ ვინმეს გამო ხომ არ ვაკეთებ ჩემი თავის გამო ვაკეთებ და მით უმეტეს ძალიან მაწუხებს ეს მტვერი და ასეთი რამე ხო ეს ასეთი პატარა პილასოსი აი ეს და შვენიერ კარგად იღებს მართლა მტვერს ესეც რომ არა მართლა არ ვიცი რაღა მიშველებოდა არ არის თან ძვირიანი აფიანია მაგრამ შვენიერ კარგად ხმარობ ამით შემოუქროლებ ახლა კაია ეჭკვიანი პილასოსი შენზი ხარ და თვითონ ალაგებს მაგრამ ჯერ ეგ კომფორტი არ მაქვს მეგობრებო
არა უშავს მე ვიყო კარგად დავაპილასოსებ და არია მუშაობს გესმით ხმა რა ვქნა რა გავაკეთო კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით თორემ ჩემზეც მოქმედებს ამათი ხმა კი არა თქვენზე თან ვიდეოს უსმენთ და გესმოდეთ ტაკატუკის ხმა მე ნერვოზია ვიყიდე მე მგონი ამათ შევკვირე და ყველა ვიდეოში სულ მაგ ხმაურზე ვლაპარაკობ ხო წუხვარ იმაზე მე ხომ აწუხებს მაგრამ წუხვარ იმაზე რომ თქვენც გაწუხებთ ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ჩავწერო 7 წყნარი გაწონასწორებული ვიდეოები და არ ვღელავდე ამ თემაზე მაგრამ რა ვუყოთ კარგით წავედი მეგობრებო მე რამდენად წავედი უკვე და ეხლა მართლა წავედი შვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ ნახოთ საღამოს თუ რამე მოვახერხე და ახალი რამე იდეებით მოვედი ხომ მოვალ და მოსვით აუცილებლად მოვალ ბედნიერად აბა და დროებით